წმინდა პეტრესა წმინდა პავლე მოციქულების მადლი მომბატო ფალმა მერტმა გაგვახაროთ და გაგვაძლევს მრავალი წელი გაწუხოთ მომბატო ფალმა ის მოციქულებრივი მადლი რომელიც მერტმა თავის მოციქულებს მისცა ვისწავლოთ მათგან უფლისაგან ვისწავლოთ პირველ რიგში ისწავლეთ შემდეგ რამ თუ 7 ვარ და დაბალგული თავ ნაგვაკი უარყავ თავი შენი აღიღე ჯვარი შენიო და შემომიდექი მეო წმინდა პეტრესა და წმინდა პავლე მოციქულების ღვაწლი და გზა რომელიც მათ გაიარეს უმძიმესი უდიდესი ღვაწლი ეს არის ის ღვაწლი რომელიც საოცრად დიდი მასწავლებელი მაგალითია ჩვენთვის ეს მაგალითი სიყვარულისა თავდადებისა ერთგულებისა რაც დღეს ვისი ნაკლებობა სიყვარულისა დღეს არის ამ სამეფოში ჩვენი ცხოვრების დამზადებას ერთგულების ნაკლებობა ცხოვრების საზრისის პირდაპირ ჭვრეტა მათი ქრისტეს მოლისთვის თავდადება პეტრესა და პავლე მოციქულისა მათ მიერ მათი მაცხოვრის მოძღვრის მასწავლებლის უფლის პირველ რიგში ქრისტესი ერთგულება და ყველაფრის შეწირვა სიყვარულისა როგორც დღევანდელ სახარებაში ხო გიყვარმეა ყველაფერი შეწირეს არაფერი დაუზოგავი თვით განდიდება და თვით თაყვანისცემა და საკუთარი ეგოიზმი და ამბატავნება კი არა და საკუთარი ამბიცია უფლისადმი ყველაფრის შეწირვა თავდადება ყველა საშიშროებაზე ხილულ ბრძოლებზე ესე ვთქვათ თვალდახუჭული წასვლა საკუთარი ეგოიზმის გადაბიჯება უარყავ თავი შენი და აღი ჯვარი შენის აღსრულება აი ეს რამხელა ღვაწლია ძალიან ძნელია მოციქულებრივი ღვაწლი ვხედავთ მოციქულებრივი ღვაწლი ეს მართლაც შეუთანხმედი იყო და შეუთა ასე ვთქვათ ამოცანა იყო ისაც მათ აღასრულეს პირველი გზის გამკლევი ყიდულ ჭრელები ამ მძიმე წარმართულ დროში რომელშიც ისინი იყვნენ მძიმე დამძიმებული გაკინული ხალხის გულები გაეპოთ ესკინული და გაეპოთ ესკინული უბრალოდ ამხელა ბრძოლა თუნდაც იოანე ღვთისმეტყველი მოციქული და მახარებელი რა ბრძოლები გადაიტანა ყველა მოციქულმა განსაკუთრებით აი პეტრე და პავლე მოციქულს აღნიშნეს ხო მაგრამ იოანე ღვთისმეტყველიც გავიხსენოთ ამ თაზრის სახლში ამ თაზრის ანგელოზი გავიხსენოთ ხილდაუხილავი ბრძოლები ჯადოქრებთან ბრძოლები მოგვებთან ბოროტსულებთან საშინელი ანგომა მოწინააღმდეგე ხალხისა ათასნაირი მზაფრობა ათასნაირი უბედურება გადაიტანეს მაგრამ რამხელა თავდაბლობა და უპირისპირა ამ დიდმა ადამიანებმა რამხელა თავდაბლობა მართლა საოცრება როცა უფლის კურთხევა მოქმედებს ადამიანზე იგი მართლაც თავს იმდაბლებს სიყვარულში ძლიერდება სულ ცივიწყებს და კარგისკენ მიისრავს მართლაც საოცარ ძალას იმუნიტეტს აძლევს ქრისტე თავისი კურთხევით ამიტომ არის რომ სულ ყველაფერზე კურთხევა უნდა უფლისგან მოძღვრისგან ყოველთვის კურთხევა ამიყოდა ესე გავაკეთოთ რომ ეს დამატებით საწვავ ძალას აძლევს მიწის აძლევს ამ ცხოვრებაში რომ გადალახოს ის წინააღმდეგობები ხილული თუ ხილავი ბრძოლები რომლებიც მათ და ჩვენს ახლა საჩევედრებით ვიყავთ მაგრამ რაღაცა მცირე მილიონები მაინც უნდა გავაკეთოთ მიუბაძოთ ჩვენს რატომაც არა უნდა მიუბაძოთ მას თქვენ შეძლებთ ხომ მაცხოვარი ამბობს ყველაფერს აი კურთხევა ადამიანს ყველაფერს შეაძლევს და მოციქულები უკვე განფრთობილი ადამიანები რომლებიც საოცარ ღვაწლს აღასრულებენ ადამიანურ შესაძლებლობის ფარგლებსაც კი გაცდება ესეთი წარმოდგენა გექნება მათი ცხოვრების გადახევით ყველა მოციქულის განსაკუთრებით წმინდა პეტრესა წმინდა პავლეს და იოანე ღვთისმეტყველის არ და ვერ შეიძლება არ და ვერ ახსენო ეს იმხელა საოცარი სასწაულებია და კიდევ ერთხელ კარგია თუ მათ ღვაწლს არა მარტო მათ ეპისტოლებს მათ ასევე ცხოვრებებს გადავხედავთ დიდად აუჩქარებლივ შვიდად წავიკითხავთ და შევეცდებით ჩვენს დავინახოთ ჩვენი თავი და ბევრი რამ ვისწავლოთ და გადავიღოთ მათგან რატომაც არ უნდა გადავიღოთ მიუბაძოთ ხო მიუბაძოთ და რამ შეგვიძლია უფრო მეტად კიდევ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე გონია კიდევ შემომიდექი მეო გახსოვთ რა მაცხოვარ განსაკუთრებით შემომიდექ მე შენ გეუბნებიო შემომიდექ მეო როგორ არის და ვინც შეუდგება ქრისტეს მან პირველ ადგილზე თავის ცხოვრებაში უნდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე დააყენოს დიდობა მის სახელს როცა უფალს შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენებ დანარჩენი მერე მეტაკლებად ასე თუ ისე შენ შეხედავ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება
როცა პირველ ადგილზე უფალია, ეს შეუდგები უფალს. ეს ნიშნავს, რომ როცა მოციქულები შეუდგენ უფალს, მოციქული მოწაფეები ხართ თქვენ ქრისტეს. მოწაფეები ხართ, მოციქულები ხო მოწაფეები ხართ, ჩვენშიც ეს ასპექტი მოწაფეობისა არის. ამიტომ მოწაფეების მოაც ქრისტესი ჩვენ რომელიც დაგვავალა უფალმა და მეგობრობა მithumeses ხომ ეს არანაკლები პატივია და კურთხევაა. შემომიდეგი ნიშნავს რომ შენ უფალი უნდა დააყენო შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე და დანარჩენი როგორც წმინდა მამა ამბობს ყველაფერი დადგება შემდეგ თავის ადგილზე მაგრამ როდესაც ჯვარი წერია ხანდახან ხომ გვეშლება და ურებ კეისარსა და ღვთის ერთმანეთში და პირველ ადგილზე იმას ვისაც ეკუთვნის უფალს დიდებამის სახელს არ ვაყენებთ მერე ირევა ხოლმე ქვევითაც სხვა რაღაცეები რაც მოყვება ამას ამიტომ ჯვარი წერია ყველასკენ არ ვაყენებ საერთოდ ისახი ეს საფრთხე საშიშოება საცტური არის ამიტომ როგორც მოციქულებმა პირველ რიგში დავაგებთ უფალი ცხოვრებაში პირველ ადგილზე დანარჩენი მოწესრიგდება გზა გაიხსნება განიხტობა ეკურთხება და წარმატება მოგვენიჭება ხილთი უხილავ ბრძოლასა და ღვაწლში და ვადიდებდეთ მამასა და ზესა და წმინდა სულსა საერთოსა ერთარსებასა და განუყოფასა ერთმა გაგისურვოთ და კიდევაც დაიხარეთ ჯანმრთელობა სულიერ ქრისტესა და ქრისტეს გახსნა მიდაგისურვოთ ამინ